სავარაუდოდ ეს არც ქართულმა ოცნებამ იცის ამ ეტაპზე, რადგან ამ კითხვაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ბატონი გრიგოლი თავად გვეტყვის სად მიდის. ეს კი სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული გეგმა ახლა ნამდვილად აღარ არის მოფიქრებული გრიგოლ ლილუაშვილისთვის, ის აღარ იქნება რეგიონული განვითარების მინისტრი, როგორადაც ის წარმოგვიჩინეს 2 დღის წინ. დღეს ირაკლი კობახიძემ სრულიად მოულოდნელად მედიას ამცნო, რომ ის, რასაც 2 დღის წინ ამტკიცებდა, აღმოჩნდა ბოლომდე დაუზუსტებელი სავარაუდოდ, რადგან თუ კი ამ დრომდე ჩვენ ვიცოდით, რომ გრიგოლ ლილუაშვილი სუსის უფროსობიდან რეგიონულ სამინისტროში დასანიშნად გადააყენეს, აღმოჩნდა, რომ ბოლომდე შეთანხმება არ არსებობდა და ლილუაშვილი ახლა არც ამ სამინისტროში დაინიშნება. რაც შეეხება მიზეზებს, ამ შემთხვევაში ოდნავ კონკრეტულია დღეს ქართული ოცნება, დღეს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ვერ შეთანხმდნენ ისინი საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ეს უფრო ზუსტად ეხებოდა მოადგილეების შერჩევის საკითხს, რის გამოც სავარაუდოდ მათ შორის დაიწყო დაპირისპირება, რაც დასრულდა იმ შედეგით, რა შედეგითაც დასრულდა. დღეს კობახიძემ თქვა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი აღარ უხელმძღვანელებს რეგიონული განვითარების სამინისტროს და ამ პოსტზე მან ბრიფინგზე წარადგინა კახა გულედანი. რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში ჰქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის სარგენებით მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. ეს ძალიან ზოგადად რომ გითხრათ, დანარჩენი არის რა თქმა უნდა ერთგვარში და სამსახურო, თუმცა იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მოადგილეების თემა, რასაც ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ჩვენ ჰქონდა აბსოლუტურად ჩანსაღი დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. არადა ამ 2 დღის განმავლობაში გრიგოლ ლილუაშვილის რეგიონულ განვითარების სამინისტროში დანიშვნას ასე ხსნიდნენ და განმარტავდნენ ქართულ ოცნებაში. ირაკლი კობახიძის შემდეგ მისი თანაგუნდელები პარლამენტში გვეუბნებოდნენ, რომ წლების წინ ლილუაშვილი რეგიონულ თვითმმართველობას კომიტეტს ხელმძღვანელობდა პარლამენტში, რომ მას ამ მიმართულებით აქვს გამოცდილება და ის წარმატებული მინისტრი იქნება ამ პოსტზე, თუმცა მას შემდეგ რაც კობახიძემ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიფიქრა ქართულმა ოცნებამ, მმართველი პარტიის საპარლამენტო შემადგენლობას უკვე აღარაფერი უთქვამს, რადგან ბუნებრივია მათ პოზიციის ცვლილება უწევდათ უკვე 2 დღეში. ეს კი ოპოზიციისთვის და არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, მათთვის, ვინც აქტიურად ადევნებს თვალყურს ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს, მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ქართულ ოცნებას აქვს საკადრო კრიზისი, რომ ქაოსია, რადგან ასე მოკლე დროში უწევთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ქართულ ოცნებაში და ეს კიდევ ერთხელ ასევე მიანიშნებს, რომ ნაჩქარევად იღებს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი, რადგან სავარაუდოდ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ისე იყო მიღებული, რომ ყველა დეტალი ლილუაშვილთან არ იყო შეთანხმებული, მაგალითად მოადგილეებთან დაკავშირებით საკადრო პოლიტიკა. ქართული ოცნების ყოფილ წევრებს ასევე აქვთ განცდა, რომ ეს სანქციების ეფექტია, რაც აიძულებს ქართულ ოცნებას, რომ ნაჩქარევად კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩანს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ქაოტური მოქმედებები, აუხსნელი გადაწყვეტილებები, წინააღმდეგობრივი და ალოგიკური ქმედებები, ინსტიტუციური ნგრევა, პარლამენტი არ არის, უსაფრთხოების სამსახური არ არის, გაუგებარი ლოგიკა, როდესაც კანდიდატებს არჩევენ და თან ცდილობენ, რომ ეს გააკეთონ, რაც შეიძლება სწრაფად, რაც კიდევ უფრო მეტად ქმნის იმის განცდას, რომ ქაოსი აქვს, იმიტომ რომ გუშინ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გადადგა,
გუშინ და დღეს პარლამენტი ირჩევს ახალ კანდიდატზე, კითხვებს არ სვამს პარლამენტის არც ერთი დეპუტატი და კომიტეტი, რომელიც არის პროფილური კომიტეტი, რატო ხდება ეს უსაფრთხოების სამსახურში? ანის რატო წავიდა, ვინც წავიდა, ანის რატო მოვიდა, ვინც დასვეს. ეს სურათი არის უკიდურესი კრიზისის მაჩვენებელი და სანქციების ეფექტი. ხდებოდეს როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ჩემთვის ძალიან აშკარა არის, რომ იგი დააქვეითეს და ახლა საერთოდ გაუშვეს ყველა თანამდებობიდან. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ქონდეს, შეიძლება იყოს ეჭვიანობა იმის გამო, რომ ის ერთადერთი ძალოვანი იყო, რომელსაც ფინანსური სანქციები არ შეეხო დასავლეთის მხრიდან და შესაძლოა, რომ აქ ადგილი ქონდა ეჭვიანობას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასეთი თანამდებობებიდან არ უშვებენ ადამიანებს თუ მათ კვლავაც მაღალი ნდობა აქვს ივანიშვილის მხრიდან. ეს როგორც ჩანს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება და ივანიშვილი მას უბრალოდ არ ენდობოდა. არც ის არის გამორიცხული, რომ თავად გრიგორ ლილუაშვილს ეთქვა უარი კონკრეტულ სამინისტროში გადასვლაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მას სულ სხვა პოზიცია ჰქონდა მისი პოლიტიკური კარიერის განვითარების შესახებ. რამდენიმე თვის წინ ის რამდენჯერმე მედიასთან ამბობდა, რომ ერთის მხრივ სუსის უფროსობას აპირებდა ვადის ამოწურვამდე, ანუ ის ვადის დასრულებას გეგმავდა 2025 წლის შემოდგომაზე გასდიოდა ვადა, ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა და იმასაც ამბობდა, რომ თუ კი ამის შემდგომ ბიძინა ივანიშვილს ექნებოდა შეთავაზება, რომ მას რომელიმე პოლიტიკური თანამდებობა დაეკავებინა, ის ასეთ სიტყვებს ამბობდა, რომ უარს ეტყოდა ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, თუ კი ამ განცხადებას დავეყრდნობით, არ გამოვრიცხოთ, რომ თავად ლილუაშვილი ყოფილიყო წინააღმდეგი, ამ სამინისტროში ყოფილიყო პირველი პირი. ის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული და სანდო პოლიტიკური ფიგურაა ქართული ოცნებისთვის. ახლა საინტერესოა, ის საერთოდ ჩამოშორდება პოლიტიკას, ქართულ ოცნებას, თუ სადმე სხვა უწყებაში სხვა პოზიციას შეარჩევენ მისთვის ქართული ოცნების ლიდერები.